პოეზიის დღე შოთაობა აღნიშნეს. ტრადიციულად ვარძიის მუზეუმ ნაკრძალში ჩასულ სტუმრებს სახვითი და ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენებზე, სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე დასწრებისა და მესხუროდაში ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნების საშუალება ჰქონდათ. სახვითი და ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა, სპორტული და კულტურული ღონისძიებები. სახალხო დღესასწაულის შოთაობა ტრადიციულად ვარძიის მუზეუმ ნაკრძალში აღინიშნა. საგანგებოდ მოწყობილ მესხუროდებში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასულ სტუმრებს ტრადიციული სამზარეულოს დაგემოვნების საშუალება ჰქონდათ. კულტურის მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობას სახალხო დღესასწაული მიულოცა და პრემიერის ინიციატივა ვარძიის კომპლექსის გადარჩენის 4-წლიანი პროექტი გააცნო. მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ვარძიის კომპლექსისთვის 570,000 ლარის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 5 სექტემბერს მიიღო. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით სარეზერვო ფონდიდან გამოიყო სახსრები იმისთვის, რომ გადაუდებელი სამუშაოები ვარძიაში ჩატარებულიყო და ეს პირველადი პრობლემები ქვათაცვენის, წვიმის წყლის ნაკადების კორექტირების გადაწყვეტილიყო. შოთა რუსთაველი დაკავშირებულია ზოგადად ამ რეგიონთან, ან ვარძიასთან, ვარძიის განვითარებასთან. დღეს უკვე დავიწყეთ ჩვენ იმ პროექტის განხორციელება, რაც აქამდე დავაანონსეთ. ეს არის ინფრასტრუქტურის მოწყობა, რთული ადგილების გამაგრება, განათების მოწყობა. ღონისძიებაზე მწერალთა კავშირის წევრებმა და სხვადასხვა კუთხიდან ჩასულმა პოეტებმა საკუთარი ლექსები წაიკითხეს. გაიმართა ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის გაზეთ ლიტერატურული მესხეთის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოვებაც. სწორედ დღეს გაჟღერდა ჩვენი იდეის ხორცშესხმა, რომ ამ მიწაზე აშენდება რუსთაველის სახელობის ტაძარი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ უკვე დავიწყეთ მზადება 2016 წლის დიდი იუბილისთვის, 850 წლის თავისთვის. შოთაობა ყოველწლიურად შემოდგომაზე გაზეთ ლიტერატურული მესხეთისა და ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ერთობლივი ორგანიზებით ტარდება. მინდა მიულოთ, რომ მთელ საქართველოს ეს ცხინვალის დღესასწაული ასპინძელებს, რა თქმა უნდა, და ეს დღესასწაული არის სახალხო დღესასწაული, მრავლად არის ესეთი ჩვენს კუთხეში და გამოსარჩევად შოთაობა არის ერთ-ერთი წარმოსაჩენი დღესასწაული. დღესასწაულის საფუძველი 1966 წელს ჩაეყარა. რამდენიმე წლის განმავლობაში მისი აღნიშვნა შეწყდა, თუმცა 2008 წლიდან ტრადიცია ისევ აღდგა.